რა ხდებოდა სალონებში? აი, როგორები იყვნენ ეს ქართველები, რომლებიც მიდიოდნენ და სურათს იღებდნენ? ეხლა როგორები იყვნენ, ალბათ უფრო მდიდრები იყვნენ, ესე შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ არ იყო იაფიანი სიამოვნება, ფოტოს გადაღება, მაგრამ შემდგომ უკვე, როდესაც აპარატურა თვითონ ტექნიკურად განვითარდა, ფასი უფრო დაეცა და მე უკვე ბევრ შეეძლო შესულიყო და გადაეღო. აი თვითონ აი დეკორაციასთან დაკავშირებით როგორ აფორმებდნენ, როდესაც პორტრეტულ ხელოვნებაზე იყო ლაპარაკი და ოჯახურ პორტრეტზე, აუცილებლად აკეთებდნენ დეკორაციას. ეს დეკორაცია იყო დამახასიათებელი ევროპისთვის. როინაშვილის შემთხვევაში, როდესაც მე მისი არქივი საკმაოდ კარგად შევისწავლე, იქ აღმოვაჩინე ბევრი ჟურნალ-გაზეთი, რომელიც ის იწერდა. მართლა დიდხანს ელოდებოდა სანამ ჩამოვიდოდა, მაგრამ საკმაოდ გათვითცნობიერებული ქონდა რა ხდებოდა ევროპაში.